ინგლისის ჯანდაცვის სისტემა National Health Service, ანუ NHS, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან საზოგადოებრივ ჯანდაცვის მოდელად ითვლება. მისი ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. ომის მძიმე შედეგებმა ინგლისს დაანახა, რომ მოსახლეობას სჭირდებოდა სისტემა, სადაც სამედიცინო დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, სოციალური სტატუსისა და ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად. სწორედ ამ იდეით 1948 წელს ბრიტანეთში შეიქმნა NHS, ჯანდაცვა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მოქალაქისთვის ძირითადად უფასოა. National Health Service-ის მთავარი დამაარსებელი იყო ენიურინ ბევანი, ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის წევრი და 1945-51 წლებში ჯანმრთელობის მინისტრი. ბევანის ხედვა იყო, რომ ჯანდაცვა უნდა გამხდარიყო უნივერსალური უფლება მოსახლეობისთვის და არა ბაზარზე დამოკიდებული სერვისი. მისი ინიციატივით 1948 წლის 5 ივლისს ოფიციალურად ამოქმედდა NHS. National Health Service-ის შექმნის მთავარი პრინციპები იყო და დღემდე რჩება უცვლელი. სამედიცინო მომსახურება ყველასთვის, საჭიროების და არა გადახდისუნარიანობის მიხედვით. ერთიანი, ცენტრალიზებული მართვა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. დროის განმავლობაში სისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა, გაიზარდა ინფრასტრუქტურა, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, განვითარდა სამედიცინო განათლება და კვლევა. NHS დღეს აერთიანებს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, სპეციალიზებულ კლინიკებს, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებსა და სამეცნიერო ცენტრებს. ინგლისის ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებით ძლიერია პრევენციაში, ოჯახის ექიმის ინსტიტუტში, გადაუდებელ დახმარებასა და მაღალ ტექნოლოგიურ მედიცინაში. NHS ითვლება ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად სამედიცინო ინოვაციების, კლინიკური კვლევებისა და ახალი მკურნალობის მეთოდების დანერგვის კუთხით. თუმცა მისი სიძლიერის მიუხედავად სისტემა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეც დგას. მოსახლეობის დაბერება, პაციენტების მზარდი რაოდენობა და რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა სისტემის მუდმივ რეფორმირებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, ინგლისის ჯანდაცვა კვლავ ინარჩუნებს მაღალ ნდობას საზოგადოებაში და საერთაშორისო დონეზე ხარისხის ერთ-ერთ ეტალონად რჩება. 2024-25 ფინანსურ წელს NHS-ის ბიუჯეტი დაახლოებით 206 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე აღწევდა. NHS-ი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ ჯანდაცვა აქციოს, არა პრივილეგიად, არამედ მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებად.